მოგესალმებით. ვიდეო იწყება ენოდის რეალური კადრებით. კიდევ ერთხელ მივიპყრობ თქვენს ყურადღებას ჩემი გადაღებული ცხოველებით. ბუნებას არასდროს არ ძინავს. აქ ღამე არასდროს არ არის მშვიდი. აქ ნადირობა მიმდინარეობს. ყველა მოძრაობას აქვს მნიშვნელობა. აქ ერთი შეცდომა სიკვდილის ტოლფასია. ზოგი ჩუმად ნადირობს, ზოგი ჯგუფურად, სისწრაფით, გონებით, სტრატეგიებით, ზოგი მოთმინებით ელოდება მსხვერპლს. ყველა მათგანი მტაცებელია, ყველა თავისი წესებით. გაიცანით ჩვენი ვიდეოს მთავარი გმირი ენოტი. ენოტი საშუალო ზომის მტაცებელია. მისი სხეულის სიგრძე 40-60, კუდი კი 20-40 სანტიმეტრია. წონა საშუალოდ 4-8 კილოგრამში ადგეს. ენოტის წინა თათები ძალიან გავს ადამიანის ხელს. აქვს 5 თითი. შეუძლია ნივთების დაჭერა, გადაბრუნება. ენოტის სამშობლო ამერიკაა. ჩვენთან ის მე-20 საუკუნეში შემოვიდა და დროთა განმავლობაში კარგად მოერგო ადგილობრივ ბუნებას. დღეს უკვე ბევრ რეგიონში გვხვდება. ენოტი გამორჩეულია მაღალი ინტელექტით. ის სწავლობს სწრაფად, ადვილად იმახსოვრებს. მას შეუძლია რთული მექანიზმების გახსნა. სწავლობს ცდებით და დაკვირვებებით. ზოგი კვლევის მიხედვით მისი გონებრივი შესაძლებლობები შიმპანზეს დონეს უახლოვდება გარკვეულ ამოცანებში. ენოტი ძირითადად ღამის ცხოველია. დღისით იმალება ხეებში, შენობებში, ხოლო ღამე აქტიურად იწყებს მოძრაობას საკვების ძიებაში. ენოტი ყველაფრის მჭამელია. მის საკვებ რაციონში შედის მხილი, მარცვლეული, მწერები, ბაყაყები, თევზები, ქვეწარმავლები. უდიდეს ზიანს აყენებს მიწაზე და ხეზე მობინადრე ფრინველების კვერცხებს, ბარტყებს. ასევე იკვებება ნაგვის ბუნკერებით. ის არ დასდევს მსხვერპლს დიდ მანძილზე. ისევე როგორც სხვა მტაცებლები, არც ენოტი ხარჯავს ზედმეტ ენერგიას. ირჩევს იოლ ნადავლს. მისი პრინციპია მაქსიმალური სარგებელი მინიმალური ძალისხმევით. წყალში ნადირობა ენოტის სპეციალობა. მიდის მდინარის ან ტბის პირას. დგას წყალში და წინათათებს ამოძრავებს. იჭერს თევზებს, ბაყაყებს, წყლის მწერებს. ენოტი არ დასდევს თევზებს. ის ელოდება სანამ თევზი არ მიუახლოვდება. შემდეგ კი სწრაფი მოძრაობით იჭერს მას. ის შესანიშნავად დაცურავს. დახტის ტოტიდან ტოტზე, ხიდან ხეზე. ძარცვავს ფრინველის ბუდეებს, ჭამს კვერცხებს, იჭერს ბარტყებს. ხშირად ამბობენ, რომ ენოტი საჭმელს რიცხავს. რეალობა უფრო საინტერესოა. სინამდვილეში წყალი ზრდის თათების მგრძნობელობას. სველი თათებით ენოტი უკეთ გრძნობს საკვებს. ანუ ეს არ არის ჰიგიენა, ეს არის სენსორული ქცევა. ენოტი ეძლევა ზამთრის ძილს, რომელიც არ არის ღრმა და შეუძლია ადვილად გაღვიძება. ძილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე და ენოტის სიმსუქნეზე. თბილ, უთოვლო ზამთარში იგი არ იძინებს. ენოტი შეჯვარებას იწყებს ზამთრის ბოლოს, გაზაფხულის დასაწყისში. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 63 დღე. შობს 2-5 ნაშიერს, რომლებიც ბრმები იბადებიან და თვალის ახელას 2-3 კვირის შემდეგ იწყება. დედა ენოტი ძალიან მძღვნველია. მამრი არ იღებს მონაწილეობას აღზრდაში. ძაღლებით ნადირობა ენოტზე არის უძველესი და ცნობილი მეთოდი. მონადირე იყენებს მეძებარ ძაღლებს. ძაღლი პოულობს ენოტის სუნს და იწყებს დევნას. ენოტის ბუნებრივი თავდაცვა ხეზე ასვლა. ცდილობს დამალვას ტოტებზე. ეს მონადირისთვის სიგნალია. მისი აღმოჩენის შემთხვევაში ხდება მისი მოპოვება. მინდა აღვნიშნო, რომ ენოტზე ნადირობა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. საქართველოში მრავალი ფრინველი ბუდობს მიწაზე და ბუჩქებში, ხეებზე. ევოლუციურად მათი მტრები იყვნენ გველები, მელა, ტურა, მაგრამ ეს მტრები ვერ ადიან ხეზე. ენოტი კი ადის ყველგან, ხსნის ბუდეს, იღებს კვერცხებს სათითაოდ. ეს სრულიად ახალი მტერია, რომლის წინააღმდეგ მათ არ აქვთ ქცევითი დაცვა. ამიტომ მცირდება მათი პოპულაცია.
ფოტოხაფანგის კადრების გვაჩვენებს, რომ ჩვენს ირგვლივ დიდი რაოდენობით მტაცებელია. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ვერ შევძელი შველის და კურდღელის გადაღება. ფიქრობ, უნდა მოხდეს მტაცებლის ბუნებიდან ამოღება.